რა თემაზეც არ უნდა ფიქრობდე. აი დღევანდელ დღეს ესე ამბობს, ვინც დღეზე ფიქრობს, ანუ ის რა ჩვენს ყოფა არის, ჩვენ ყოფაზე ვფიქრობთ, ხო, სულ რაღაცა გვაწუხებს, რაღაცა გვჭირდება. უფლისათვის ფიქრობს ამბობს. არა იმისათვის, რომ გშია და გაძღე, აშენებ და ესე იგი დაასრულო, რაღაცა სამსახურებრივი გეგმა გაქვს, კარიერა იქნება თუ რაღაცა მიწიერი საქმეები თუ ოჯახური, ეს ყველაფერი გაქვს. არა იმისათვის, რომ მიზანი ის არის, არამედ უფლისათვის. აი ყოველგვარი მოკიბის გარეშე პავლე-მოციქული გვეუბნება, რომ ყველაფერი ქრისტეს დაუკავშირდება. და არა თუ რაღაცა სერიოზული გეგმები, არამედ ვინც ჭამს უფლისათვის ჭამს. მე კიდევ მეგონა რომ იმიტომ ჭამდი რომ შიოდა. ესე ეგონა ლუარსაბ თათქარიძეს, ნახეთ, როგორც კი ღმერთს გამოაცლი საჭმელს. ღმერთს გამოაცლი საჭმელს, ლუარსაბად იქცევი. ანუ ჰედონისტად იქცევი და შენგან ადამიანის აღარაფერი აღარ რჩება. და ესია გადავხედოთ სამყაროს. შევხედოთ სამყაროში დღეს რა ხდება. და ეს ყველაფერი თან როგორ ხდება? სიკეთის სახელით, ზმობის, ერთობის, თავისუფლების, დემოკრატიის, პიროვნული თავისუფლების, ჰუმანიზმის, ადამიანზე ზრუნვის სახელით, იდეების, ნაციონალური, ეროვნული, სახელმწიფოებრივი, რელიგიური ყველაფერი ეს ღირებულია. კაცობრიობა აი ამ ღირებულებებით მოქმედებს, აპელირებს და რას დაემსგავს ამ სოფლიო? რას გავს უბრალოდ? გული გვისკდება, ეს დედამიწა ხო ერთია, ხო ერთ დედამიწაზე ვცხოვრობთ ყველა, სხვა ხო არა გვაქვს. სადიბადებიან ჩვენი შვილები, სადიბადებიან ჩვენი შვილიშვილები. კატასტროფული სიტუაცია. და რატო? იმიტომ რომ აი ვიღაცა რო ჭამს გონია რომ შია და იმიტომ ჭამს და არა უფლისათვის. ეგრე ცხოველი ჭამს. და ეს უნდა განავრცოს ხო პავლე-მოციქულს საჭმელი ადარდებოდა, საჭმელზე კი არ საუბრობს. ჩვენ ხო უნდა გქონდეს ამის სიბრძნე და დავინახოთ ეს მივცეთ დიდი სპექტრი უფლის და გამოცხადების ამ სიტყვებს. ვინ ჭამს უფლისათვის ჭამს და მადლს წირავს ღმერთს და ვიღაცა არა ჭამს. ვიღაცა არა ჭამს, ან არა აქ და არა ჭამს, ან მარხულობს და იმიტომ არა ჭამს. პავლე-მოციქული კონკრეტულად რაღაც განსაკუთრებულ თქვათ იმის რელიგიურ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ვიღაცა არა ჭამს, უფლისათვის არა ჭამს, უფლისათვისვე არა ჭამს. ანუ რასაც გინა მარხულობდე და გინა არ მარხულობდე, ყველაფერი ქრისტეს უნდა დაუკავშირო, თორე არც ხდილი გაძლევს რამეს, არც მარხვა გაძლევს, არც ღვაწლი გაძლევს, არაფერს არ გაძლევს თუ ქრისტეს არ უკავშირდება. და ყველა ასე იქცევა და მადლს წირავს ღმერთს. მადლობას, ანუ ევქარისტია, ევქარისტიული ცხოვრებით ცხოვრობს. რამდენჯერ ვთქვავს, რომ ევქარისტიული ცხოვრების წესი იმას კენიშნავს, რომ წირვაზე მოხვიდებ მხოლოდ. არამედ შენი ყოველი წამი ევქარისტიული უნდა იყოს მადლის მიერ.